მოგესალმებით, ეს 20-30-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. თბილისის ყოფილი მერის მიმართ ბრალის დამძიმების გამო ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისამართით პროტესტს გამოთქვამენ. რამდენად სამართლიანია ეს კრიტიკა? ამ თემაზე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორი სამართლის დოქტორი დავით სულაქველიძე, სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილი და 20-30-ის წევრი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე. მანამდე კი დღის აქტუალური თემების მიმოხილვა 20-30-ის წევრებთან ერთად. მთავრობა პრივატიზაციისგან და ტურიზმიდან ზაფხულში დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება, თუმცა ლარის გამყარდება თუ არა, ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. ასე მიაჩნია ეკონომიკის მინისტრს და ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. რა შემთხვევაში შეიძლება არ გაამყაროს ლარი ეროვნულმა ბანკმა? ამ თემაზე უკვე 20-30-ის წევრი ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძე მუშაობდა. ნოდარ, რა შემთხვევაში შეიძლება გამყარდეს ლარის კურსი და რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს სწორედ ზაფხულში? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდის შემთხვევაში ლარი გამყარდება. მთავრობის უცხოური ვალუტის ნაკადის გაზრდის გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, დაჩქარებული პრივატიზაციით, ტურიზმის და ინვესტიციების წახალისებით, ასევე საგარეო კრედიტების მოზიდვით უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად გაიზრდება. გაზრდილი ნაკადი შეავსებს იმ დანაკლის, რომელიც ქვეყანამ ძირითადად ფულადი გზავნილების და ექსპორტის შემცირებით, ასევე იმპორტის ზრდით ბოლო პერიოდში განიცადა. მნიშვნელოვანია იმპორტის კლების ეფექტიც, ვინაიდან გამყარებული დოლარი ნიშნავს იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მომატებას, ეს კი ამის გამო კი მცირდება მოთხოვნა იმპორტზე, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. ეს ფაქტორიც ლარის გამყარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნოდარ, ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების შემდეგ უკვე ეროვნული ბანკი გადაწყვეტს გაამყაროს თუ არა კურსი. რას ნიშნავს ეს? რა მიზეზით შეუძლია თქვათ ეროვნულ ბანკს ლარის გამყარებაზე უარის თქმა? ლარის გამყარების მთავარი წამალი ამ ეტაპზე უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდაა. მთავრობამ გარკვეულწილად პირობა დადო, რომ გაზრდის სავალუტო შემოდინებებს და ამით ფაქტობრივად შემდგომი სამოქმედო სივრცე და პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს გადააბარა. საქმე იმაშია, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია კონსტიტუციური უფლებამოსილება თვითმიზნად არ გაიხადოს ლარის გამყარება, ვინაიდან მისი მთავარი სამიზნე არის ფასების ზრდის დონის აწევა 5%-მდე. თებერვლის მდგომარეობით კი ინფლაციამ 1.3% შეადგინა. ამდენად ინფლაციის მაჩვენებლის ასაწევად ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა შემოსული უცხოური ვალუტა თავად შეისყიდოს, ანუ ლარი არ გაამყაროს და სწორედ ამ გზით მიაღწიოს ინფლაციის მიზნობრივ დონეს. ამდენად ლარის გამყარების ალბათობა ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ნოდარ ჭიჭინაძე საუბრობდა, 20-30-ის წევრი და ეკონომისტი. საკადრო საქართველოში კი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საბოლოო შედეგებს პარასკევს გამოაქვეყნებს, თუმცა მანამდე ცნობილი ხდება რამდენიმე მონაცემი. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62%-იანი მაჩვენებელი აქვს. რეიტინგში მესამე ადგილას 57% თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია. მეოთხე ადგილს 56% საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყოფენ. დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, როგორ გადანაწილდა და რამდენად სანდოა შედეგები? რა დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს IRA-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია? ამ საკითხზე უკვე ნათია თოიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნათია, კვლევის კიდევ რა დეტალები გახდა შენთვის ცნობილი და როგორია პოლიტიკოსების შეფასებები? საღამომშვიდობისა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით ქართული ოცნება 36%-ით ლიდერობს. ნაციონალურ მოძრაობას 14%, თავისუფალ დემოკრატებს 10%, ლეიბორისტულ პარტიას 6%, დემოკრატიულ მოძრაობას 5%, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს კი 5% აქვს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა. კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო 29% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დონეზე დარჩა. ხელისუფლების წევრები IRA-ის კვლევის ამ მონაკვეთს საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს შედეგები ხელისუფლებისთვის დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს. ეკონომიკური მდგომარეობის გარდა გამოკითხულთა დიდი ნაწილი ერთ-ერთ დიდ პრობლემად ასახელებს უმუშევრობას. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა ლარის კურსის რყევის საკმაოდ მძიმე პერიოდს დაემთხვა და რა თქმა უნდა ამ ფაქტმა კვლევის შედეგებზე გავლენა მოახდინა.
მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად მოქალაქეები ქართულ ოცნებას ენდობიან და ამის მაგალითად მოყავთ კვლევაში დასმული ერთი კითხვა. ვინ მოგიგვარებთ პრობლემებს, სადაც მმართველ პოლიტიკურ ძალას 24% აქვს და 14%-ით უსწრებს რეიტინგში შემდეგ პარტიას. გარდა ამისა, 79% ამბობს, რომ ჯანდაცვა გაუმჯობესდა და უამრავ ადამიანს სიცოცხლის შანსი მიეცა. ნათია, ენდობიან თუ არა პოლიტიკური პარტიები კვლევების შედეგებს, როგორია საინტერესოა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასება? თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვინც კვლევაში მოხვდა, ამბობს, რომ კვლევის შედეგები რეალურია და მათ პარტიებს 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, აქ აზრი ორად არის გაყოფილი. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ კვლევების შედეგები გასათვალისწინებელი და დასაფიქრებელია. მეორე ნაწილი კი წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით აირევის კვლევას უნდობლობას უცხადებს. გამოითქვა ვარაუდებით, რომ კვლევა პირდაპირ და მიზანმიმართულად არის გათვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. გაივლო პარალელები 2012 წლის არჩევნების წინ ჩატარებულ კვლევებთან, რომელთა თანახმადაც ნაციონალურ მოძრაობას 45%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ქართულ ოცნებას კი მხოლოდ 15%-იანი. თუმცა საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი დადგა, როგორც გვახსოვს, ამიტომ დღესაც არსებობს ეჭვი, რომ აირაი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მიზანმიმართულად ისეთ სურათს აწვდის, თითქოს მმართველი ძალა დღითი დღეს სუსტდება და ნდობას კარგავს. კოალიციაში აღარ არიან მზარდი რეიტინგის და სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე პოლიტიკური ფიგურები. სამაგიეროდ ნაციონალური მოძრაობა მყარად დგას ფეხზე და სტაბილურად ინარჩუნებს წამყვანი ოპოზიციური ძალის როლს. ასევე არიან მაღალი რეიტინგულ პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომლებსაც 2016 წლისთვის შეუძლიათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრების შექმნა. თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე მთავარი და ობიექტური კვლევა, როგორც ყველას მოგვახსენება, მაინც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებია. როგორც ცნობილია, არჩევნების დროს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ თავისუფალი ნება არ კმარას სწორი გადაწყვეტილებას იღებს თავისუფალი და ამასთან ერთად ინფორმირებული ადამიანი. სოციოლოგიურ კვლევებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. ის პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ატრიბუტია და ამავდროულად არის გზამკვლევი ამ მრჩევლისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რომელმაც სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. სოციოლოგიური კვლევა ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას ლამის 1%-იანი ცდობილებით აწვდის. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მსგავსი სახის კვლევების გამოქვეყნებისთანავე, როგორც წესი, ერთი მთავარი და ტრადიციული კითხვა ჩნდება: სანდოა თუ არა ჩატარებული კვლევის შედეგები. სანდოობის ხარისხს ეჭქვეშ აყენებს ისიც, რომ ქვეყანაში სოციოლოგიურ აზრს იკვლევენ ისევ ის ორგანიზაციები, რომლებმაც წლების განმავლობაში საზოგადოების განწყობები და კვლევის შედეგები ერთმანეთს ვერაფრით დაამთხვიეს. ამ დროის განმავლობაში კი საქართველოში არც ერთი სანდო კვლევითი ორგანიზაცია არ შექმნილა. ძალიან დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ნათია თოიძე საუბრობდა. საქართველოს იურიდიულ პირები ევროპელ კოლეგებთან შედარებით 70-ჯერ მეტ სიხდიან ინტერნეტ მომსახურებაში. ქართულ ინტერნეტ ბაზარზე ორი კომპანია დომინირებს. მიმდინარე წლის თებერვალში სილქნეტმა მომსახურების ფასი გაზარდა, რასაც რამდენიმე დღეში უკვე კავკასუს ონლაინიც ახვა. ვისევალება მომხმარებელთა ინტერესის დაცვა ამ თემაზე 2030-ის წევრი ბექა კემულარია ისაუბრებს. ბექა, რა ვითარება ინტერნეტ პროვაიდერების ბაზარზე და რამ გამოიწვია ფასების ზრდა? საღამომშვიდობისა, ბოლო პერიოდში ინტერნეტზე ფასების ზრდა რამდენჯერმე მოხდა. თუ მანამდე მინიმალური პაკეტის ფასი 20 ლარი იყო, დღეს 26 ლარია. ინტერნეტის საცალო ბაზარზე ორი დომინანტი კომპანიაა და ისინი კონკურენციის ნაცვლად თანმიმდევრულად ზრდიან ფასებს. გასული წლის თებერვალში ფასების მატება კლიენტების მოთხოვნით ახსნეს, თითქოს მომხმარებელმა მოითხოვა ფასების ზრდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო იმ ნაწილს, ვინც უპირატესობას დაბალ ტარიფს ანიჭებს, არ დაუტოვეს არჩევანის თავისუფლება და ტარიფების ზრდა აბსოლუტურად ყველა შეეხო. მიმდინარე პერიოდში ფასების მატება ლარის გაუფასურებით ახსნეს. თუმცა ინტერნეტის უდიდესი ნაწილის შესყიდვა ხორციელდება ევროში, ევროს მიმართ ლარის კურსი კი ყველასთვის ცნობილია, რომ ფაქტობრივად არ შეცვლა. შესაბამისად, მათ მიერ დასახელებული ის არგუმენტები არის რეალურად საფუძველს მოკლებული. ასევე რთული მდგომარეობა იურიდიული პირებისთვის დაწესებულ ტარიფებში. მაგალითისთვის, საქართველოში 100 მეგაბიტ ინტერნეტის ფასი ორგანიზაციებისთვის არის 8000 ლარი. პოლონეთში კი 195 ზლოტი, რაც 115 ლარის ექვივალენტია. უნგრეთში 105 ლარია, რუმინეთში 75 ლარი. ეს არის რამოდენიმე მაგალითი, რაც ნათელს ხდის, რომ ინტერნეტის ფასები იურიდიული პირებისთვის ჩვენთან არარეალურად მაღალია.
ბექა ელექტრონული კომუნიკაციები, მათ შორის ინტერნეტ მომსახურებაც რეგულირებად სფეროს მიეკუთვნება. საინტერესოა, როგორ რეაგირებს ამ გაძვირებებზე მარეგულირებელი კომისია? დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონით არის უფლებამოსილი ოპერატორებს დაუწესოს ზურღული ტარიფების ზედაზღვარი, მაგრამ ეს უფლება დღემდე მას არ გამოუყენებია და ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ კომპანიების მიერ ფასების ზრდას განაპირობებს კონკურენციის არაარსებობა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და გაარკვიონ კომპანიები ხوارმოქმედების შეთანხმებულად, რაც არის კანონდარღვევა და მომხმარებელს აზარალებს. ძალიან დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ბექა კემულარია საუბრობდა. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი მილიარდერი იგორ კოლომოისკი. იგორ კოლომოისკი უკრაინის გავლენიანი პოლიტიკოსია, მას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის, რომ დნეპროპეტროვსკის თითქმის ანახევრად რუსულენოვანი ოლქი დღეს უკრაინის შემადგენლობაშია. კოლომოისკის ემორჩილება ბატალიონი დნეპრი. იგი ფლობს ტელეკომპანიას და მას უკრაინის რადის დეპუტატთა საკმაო ნაწილიც უჭერს მხარს. რა გახდა კოლომოისკის და პრეზიდენტ პოროშენკოს დაპირისპირების მიზეზი და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოხდეს არსებულ ვითარებას? დეტალებს უკვე პირდაპირ ეთერში 2030-ის წევრი ცოტნე ზურაბიანი გაგაცნობთ. ცოტნე რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი პოროშენკო და დნეპროპეტროვსკის უკვე ყოფილი გუბერნატორი? მოგესალმებით. რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე კოლომოისკი პირადად შეერაცხა. 19 მარტს უკრაინის რადამ პირადად კოლომოისკის წინააღმდეგ კანონი მიიღო, რის შემდეგაც იგი ჩამოაშორეს ნავთობის და ნავთობის ტრანზიტის ბიზნესებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ უკტრანსნაფტა გადაზიდული ნავთობპროდუქტების მოცულობის მიხედვით ევროპაში სიდიდით მეორე კომპანიაა. უკრაინის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ბიუჯეტს 262 მილიონი დოლარი დაუმალა. კომპანიის ახლად დანიშნული მმართველი კოლომოისკიმ შეერაღებული პირების დახმარებით თავდაპირველად შენობაში არ შეუშვა. ამას საპასუხოდ პეტრო პოროშენკომ შეერაღებული პირების დაპატიმრების ბრძანებით უპასუხა და საბოლოოდ შედეგად კონფლიქტი ამ ეტაპზე მშვიდობიანად დასრულდა. დღეს დილით კი უკვე პოროშენკომ ხელი მოაწერა გუბერნატორის განცხადებას გადადგომის თაობაზე. ცოტნე რა საფრთხე შემცველია უკრაინისთვის პრეზიდენტ პოროშენკოს და იგივე კოლომოისკის დაპირისპირება და რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ დაპირისპირების იმ დონეზე გამწვავება, რომ თქვათ ამით რუსეთმა ისარგებლოს? კოლომოისკი პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში უცნობი პირი ნამდვილად არ გახლავთ და მას შესაძლოა უკრაინის გარეთ სერიოზული მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. კოლომოისკის მხარდამჭერმა 4 დეპუტატმა უკვე დატოვა მაკა პოროშენკოს პარტია და დეპუტატებმა კონკრეტულად დენისენკომ დნეპროპეტროვსკის ოლქის მოსახლეობას მოუწოდა კოლომოისკის გუნდის დასაცავად მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა. მართალია კოლომოისკის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ აქციაზე უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლას არ გამოაცხადებენ, მაგრამ პრეზიდენტმა ყოველი შემთხვევისთვის დნეპროპეტროვსკში გვარდიის ნაწილები გაგზავნა. ამასთან ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით უკრაინის რადა განიხილავს კანონს, რომლის ძალითაც დეპუტატებს ახალი ფრაქციის შექმნა ან სხვა ფრაქციებში გადასვლა აეკრძალებათ. რაც შეეხება რუსეთის სიკეთეს, კოლომოისკი ცოტა ხნის წინ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბეტონის გამყოფი კედლმშენებლობის ინიციატივითაც გამოვიდა, რომელსაც საკუთარი ხარჯებით აფინანსებდა. ასევე მისმა ყოფილმა მოადგილემ ფილატოვმა რამდენიმე ხნის წინ პუტინის ლიკვიდაციისთვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა. თუმცა პოლიტიკაში არც მუდმივი მტრები არსებობენ და არც მუდმივი მეგობრები და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის კონტურები სავარაუდოდ უკვე შაბათს 28 მარტს დნეპროპეტროვსკში დანიშნულ აქციაზე გამოჩნდება. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთი ყურადღებით დააკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და ეცდება არსებული ბზარის გაღრმავებას და უკრაინის პოლიტიკური სპექტრის გახლეჩას. ძალიან დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში 2030-ის წევრი ცოტნე ზურაბიანი საუბრობდა. ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის პროცესი კი შენელდა. ქაბულს პირობა ბარაკ ობამამ მისცა. შეგახსენებთ 2015 წლის დასაწყისიდან ავღანეთში 9800 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. მიმდინარე წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 5500-მდე უნდა შემცირებულიყო, თუმცა როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ავღანეთი კვლავ საშიშ ადგილად რჩება. ამიტომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში მყოფი სამხედროების რიცხვი არ შემცირდება. თემაზე კი ქეთი ჩოხელი მუშაობდა. ქეთი, რამ განაპირობა ბარაკ ობამას პოზიციის ცვლილება?
საღამო მშვიდობისა. ვაშინგტონი აღიარებს, რომ ტერორიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გასაკვირი არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მონაწილეობს ექსტრემიზმთან ბრძოლაში. ცხადია, ავღანური სახელმწიფო გლობალურ საფრთხეს მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ავღანეთის პრეზიდენტმა ჯარების გაყვანის პროცესის შენელება თავად სთხოვა თეთრ სახლს. ახალი გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ისლამური სახელმწიფოს გავლენის ზრდის საფრთხეს. ვაშინგტონში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო ავღანეთში სულ უფრო ძლიერდება. ამჟამად ავღანეთში 9800 ამერიკელი სამხედროს გარდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3000 ჯარისკაცი იმყოფება. ალიანსის ახალ მისიაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. იქ ამჟამად თითქმის 900 ქართველი ჯარისკაცია. უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სიდიდით მეორე ადგილზეა. ნატოს ახალი მისია საწვრთნელი ხასიათისაა და მასში ჩვენი სამხედროების მასშტაბური მონაწილეობა მათ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების მიუხედავად დასავლეთი აღიარებს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც რუსეთს შეუძლია შეასრულოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო საქმეში. სწორედ ამის გამოძახილია ის ფაქტი, რომ თებერვალში ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთიც მიიწვიეს. ვლადიმერ პუტინმა მაშინ ღონისძიებაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრ ბორტნიკოვი გაგზავნა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ბორტნიკოვს ევროკავშირის სანქციები ვრცელდება და მას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აქვს აკრძალული. ძალიან დიდი მადლობა, კეთი. დღეს მთავარი თემით უკვე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. პირდაპირ ეთერში სადისკუსიო თემით ბრუნდებით. საქართველოს მთავრობის მიმართ შერჩევითი სამართლის გამო 17 ევროპარლამენტარი გამოთქვამს პროტესტს, რაც გიგი უგულავასთვის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ახალი ბრალის წარდგენამ განაპირობა. რიშარ ჩარნეცკი, ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა, ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, სანდრა კალნიეტე, ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და კიდევ 14 ევროპარლამენტარი აცხადებენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი ემატება. მათი აზრით, თბილისის ყოფილი მერისთვის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა. ევროპარლამენტარები გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილავენ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2014 წლის ივლისიდან ფულის გათეთრების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია. 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე 2015 წლის 15 მარტს გიგი უგულავას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევის გამო ბრალი დაუმძიმდა. სწორედ ახალი ბრალდებით წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება, ანუ ახალი 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოქმედება ევროპარლამენტარებმა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების გამოვლინებად მიიჩნიეს. ბრუნდებით სტუდიაში. დღეს ამ თემაზე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით სულაქველიძე, სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილი და 2030-ის წევრი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვეთმეთ დრო. ბატონო დავით, პირველი შეკითხვა მექნება თქვენთან. როგორ აფასებენ სპეციალისტები მუხ საინტერესოა, რომლის მიხედვითაც წინასწარი პატიმრობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ახალი ბრალის წაყენების შემთხვევაში? საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 179 მუხლით და ასევე 205 მუხლით ითვალისწინებს წინასწარი პატიმრობის ვადებს წარდგენილი ბრალდების საფუძველზე. აქ წერია, ესე ბრალდებაში მართვენ არ შეიძლება გავიგოთ, რომ ესე ვიწროთ, რომ ბრალდება ნიშნავს, რომ რაკი ბრალდებულია სტატუსი მიიღო ბრალდებულის ერთხელ პიროვნება, მხოლოდ ამით ამოიწურება პატიმრობის ერთი ვადა, მხოლოდ და მეტი აღარ შეიძლება. ეს ასე არ არის გაგებული, ვერც იქნება გაგებული. ახლა დაუშვათ ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ. დაუშვათ პიროვნებას წარდგენილია ძალიან მარტივ დანაშაულზე ქურდობაზე აქვს ბრალდება წარდგენილი და თავდება თითქმის საპატიმრო 9 თვიანი ვადა, რომელიც მას წარადგინა ბრალდების საფუძველზე შეეფარდა სასამართლოს მიერ და ამ დროს მოპოვებული ახალი მტკიცებულებები, რომ თადენილი აქვს მკვლელობა, ან ბანდიტიზმი, ან ტერორისტული აქტი და რა ვქნათ ახლა ამ შემთხვევაში, როგორ მოიქცეს სახელმწიფო რაკნას, რომ დაელოდოს იმ ვადის ამოწურვას და მე იფიქროს, როცა თქვა სასამართლო დაუშვათ და გამოიტანა გამომართლებელი განაჩენი. აი წინა ბრალდებაზე და ამის შემდეგ რაკნას სასამართლომ ახლა
როგორ მოიპოვოს სახელმწიფო ომის საშუალების შესაძლებლობები, რომ მოახდინოს რეაგირება დაჟადობის თვალსაზრისით ამ მძიმე და სერიოზულ დანაშაულზე. ამ შემთხვევაში მას ეს მექანიზმი სწორედ გააჩნია, რაც საპროცესო კოდექსში ჩადებული, მე მახვედრობაში საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც მიღებულია 2009 წლის ოქტომბერში და ამოქმედა 2010 წლის ოქტომბერში. ეს მექანიზმები მაშინვე ჩაიდო, იმ დროიდან არის ჩადებული და აქ სიახლე არაფერი არ არის ამ თვალსაზრისით და მის მერე მოქმედებს. აქ შეიძლება სხვაგვარი საკითხი დადგეს, რომ ხომ არ იყენებს სახელმწიფო არამართებულად და ხომ არ აქვს ადგილი სამართლის ბოროტად გამოყენებას. ანუ ფორმულად როცა ყველაფერი წესრიგშია, ანუ პროცესი იძლევა საშუალებას, საპროცესო კანონმდებლობა კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ ვადები გაგრძელდეს კიდევ ახალი ბრალდების საფუძველზე და ასე შემდეგ. ამ მექანიზმს ჩვენ ვერ წავართმევთ სახელმწიფოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვეცილება სახელმწიფოს გამოეცილება ხელიდან დანაშაულებასა ბრძოლის ყველაზე სერიოზული საშუალებები. მაშინ შეურიგდეთ, რომ დანაშაულება იქნება და ჩვენ რეაგირება არ გვექნება. მეორე მხრივ, მე მინდა აღვნიშნო, რომ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ასეთი შესაძლო პოტენციურად შესაძლო სამართლის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები შეიზღუდოს საკანონმდებლო გზით. მე აქ კონკრეტული მექანიზმი ხედულობაში. მაგალითად, საინტერესო მექანიზმია 179 მუხლში ჩადებული საპროცესო კოდექსის, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ფაქტზე იყო მხოლოდ გამოძიება დაწყებული და გამოიკვეთა ამ გამოძიების დროს პიროვნება, რომელიც მართლაც შეიძლება პოზიტიურად ბრალდებული გახდეს და გროვდება მის მიმართ მტკიცებულებები, შეგროვდა საკმარისი მტკიცებულები ბრალდებს წარდგენად, მაგრამ არ წარუდგინეს ბრალდება და კვლავ გააგრძელეს გამოძიება მის მიმართ და შემდეგ როცა გვიან წარუდგინეს მას ბრალდება და გამოირკვა ეს ამბავი, რომ ადრე შეიძლებოდა ბრალდების წარდგენა და დაცვის მხარის უფლება გაასაჩივროს ეს საკითხი და ყველა მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია იმ პირველი მომენტის შემდეგ, ჩაითვლება ბათილად. შეიძლება ანალოგიური მექანიზმი იქნეს აქაც ჩამოღებული. კი ბატონო, გასაგებია. ქალბატონო თამარ, სამართლებრივი კუთხით საინტერესო, როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტარების აი ამ კონკრეტულ მოთხოვნას? პირველს ყოველ საკმაოდ მოწვევისათვის ევროპარლამენტარების ამ მოთხოვნას გავეცანი, მათ ისინი პრობლემას ხედავენ შერჩევით სამართალში, ვიდრე მე სამართლებრივ შეფასებაზე გადავიდოდე, მე მინდა ძალიან ორი წამი დაუთმო ჩემს მოგონებას, ასე ვთქვათ, როდესაც 10 წლის წინ სასამართლო ხელისუფლებას ანგრევდა არსებული, ასე ვთქვათ, რეჟიმი და მოსამართლეებს ებრძოდნენ, მათ შორის მეც ვიყავი და ბატონი დავითიც იყო და სხვა ჩვენი კოლეგები. მე ზუსტად 2006, 2007, 2008 წლებში ევროპარლამენტში ამ პარტიების წინაშე სიტყვით გამოვდიოდი და ვეუბნებოდი მათ, ვაწვდიდი ამ ინფორმაციას, რაც ხდებოდა საქართველოში, როგორ ირღვეოდა არა მხოლოდ მოსამართლეთა უფლებები, როგორ ანგრევდნენ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ ასევე სხვა საკითხებზეც, იგივე მოლაშვილის საქმეზე, იგივე სხვა იმ მიმდინარე მოვლენებზე, თუნდაც 12 წლის ასაკამდე რო დაწიეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა ბავშვების, მაგრამ დუმილი იყო პარლამენტიდან და ამიტომ ძალიან გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მაშინ მე დავინახე სწორედ ეს შერჩევითობა მათ ამ დუმილში, რომ თვითონაც გარკვეულად შერჩევითად უდგებოდნენ ამ საკითხებს და შესაბამისად თვითონაც თქვენ განაცხადეთ, ანუ ფიქრობთ, რომ მთავრობაც შერჩევით. არა მთავრობა, არა მე ვამბობდი ევროპარლამენტში. მე ვიყავი ევროპარლამენტში და ამ პარტიებს შევხვდი. სხვათა შორის ეს ინტერნეტშიც არის ეს მასალა, ზუსტად ეს პარტიები არიან, მათ წარმომადგენლებს შევხვდით. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ დუმილი იყო მხოლოდ და მეტი არაფერი. ამიტომ ვთვლი, რომ ისინიც ასე გარკვეულწილად მე ჩავთვალე, რომ ეს იყო შერჩევითობა ამ პრობლემაზე. რაც შეეხება სამართლებრივად ამ შეფასებას, ისინი აფასებენ მხოლოდ და მხოლოდ მე ვფიქრობ პოლიტიკურად რაიმე სამართლებრივს ისინი არაფერს არ ამბობენ, არც საქართველოს კანონმდებლობაზე არ საუბრობენ. კანონმდებლობა საქართველოსი ითვალისწინებს, ანუ გათვალისწინებული ასეთი გაგრძელების შესაძლებლობა, რომ გაუგრძელდეს ამ პირებს, არა აქვს მნიშვნელობა უბულავა იქნება თუ სხვა ახალ ბრალდებაზე ხელახლა მოხდეს უბრალოდ აღკვეთი ღონისძიების შერჩება, აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, მას გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ არის უზრუნველყოფის საშუალება პირმა სხვა დანაშაული არ ჩაიდინოს მტკიცებულება. მე მახსოვს სასამართლომ პირველი პრეცედენტი უგულავათი შექმნა, როდესაც მას არ შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება, როდესაც ჩათვალა საჭიროდ, რომ მას არ არსებობდა მისი პატიმრობის შეფარდების საფუძვლები და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის ბილეთებით ხელში დააკავეს, ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამის გამოყენება. ვახტანგ, რამდენად გასათვალისწინებელია იგივე ევროპელი პარლამენტარების თქვა მსგავს განცხადებები ჩვენთვის და რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოხდეს მას? ევროპარლამენტში 700-ზე მეტი დეპუტატია, 726 მეტი, აქედან 17-მა მოაწერა ხელი ამ საპროტესტო განცხადებას. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი
არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ გვინდა რომ მათი პარტნიორები ვიყოთ, ჩვენ ვართ ორიენტირებული ევროპისკენ, ევროკავშირზე და შესაბამისად უნდა მოვისმინოთ მათი შენიშვნები. ის რაც ამ განცხადებაშია ნათქვამი, ეს რაღაც ავის მომასწავლებელ შედეგებს არ გულისხმობს, ეს მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ შეტყობინებაა, სარეკომენდაციო ხასიათი. სარეკომენდაციო შეტყობინება არის, რომ არსებობს რაღაცა ეჭვები ან რაღაც სიგნალი, რომ შეიძლება რაღაც არ იყოს წესრიგში. მე ვფიქრობ, რომ თუ პროკურატურა თუ იქნება ბატონი დავითი ბრძანებდა აქ, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ შემდეგ გასაჩივრდეს, ხო, თუ რამე დარღვევა იყო და პროკურატურამ ამას უნდა გაუძლოს. თუ პროკურატურა ამას გაუძლებს ამ გასაჩივრებებს, ალბათ იქნება სასამართლო დავა ამაზე. თუ პროკურატურა ამას გაუძლებს, დასაბუთდება, რომ არანაირი პოლიტიკური мотивация არ არსებობდა ამ საქმეში, თუ ვერ გაუძლებს, მაშინ დადგინდება საწინააღმდეგო და არ იქნება ესასრული ჩვენთვის, შეიძლება გამართლდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება ხა წინასწარ დასკვნებით ამაზე ვილაპარაკოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი წინასწარი დასკვნა არ იგულისხმებოდა არც ევროპარლამენტარების აი ამ განცხადებაში. კი ბატონო დავით, რამდენად მართებულად იყო არჩეული ევროპარლამენტარების პრეტენზიის ადრესატი იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის ვადა ვთქვათ გააგრძელა სასამართლო. აქ ადრესატი იყო საქართველოს მთავრობა ამ საყვედურის და ამ პრეტენზიისა. მაგრამ მე მინდა ერთ ამას გავუსვა ხაზი. ღვთისმწყალობით დღეს არის სიტუაცია ისეთ ვითარება შექმნილი ქვეყანაში, როდესაც როცა სასამართლო ამათობის საქმეს იხილავს, ეს არ ეხება მარტო ცნობილი პოლიტიკური ფიგურების საქმეებს, სხვა მოქალაქის საქმეებსაც ეხება. ვერავინ ვერ იტყვის დღეს გადაჭრით იმას, რომ სასამართლო აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენს დაადგენს საქმეს. ამას მივახციეთ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომ 100% გარანტირებული გამამტყუნებელი განაჩენი არასდროს არ არსებობს ამის გარანტია. და ეს მიღწევა არის და ამიტომ აქ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორ იქნება, საბოლოო გადაწყვეტილებები როგორ იქნება და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ იმის თაობაზე, ეს იყო შერჩევით სამართალი, არ იყო შერჩევით სამართალი თუ ასე შემდეგ. ამიტომ აქ შეიძლება ხელისუფლებამ დამატებითი მექანიზმი ახაც მე მინდა დაუბრუნდე ერთი წუთით იმ საკითხს, რომ დამატებითი მექანიზმი ჩადოს მაგალითად, რომ უსასრულოდ პატიმრობის ვადები არ გრძელდებოდეს, რომ თუ კი დადგინდება სასამართლოში შევა პატიმრობის ვადის ახალი მოთხოვნით, ახალი ბრალდებით პროკურატურა და დადგინდება, რომ როცა მას წინა ბრალდება წარედგინა, იმ თავითვე არსებობდა საკმარისი საფუძველი, რომ ეს ბრალდებაც წარდგენოდა, მაშინ ესე იგი სასამართლო უნდა ჩაიგდეს ეს ცვლილება კოდექსში, ჩაემატოს იქა, რომ მაშინ სასამართლო ვადას აღარ აგრძელებს ამ ახალი ბრალდების გამო. თუ იყოს შესაძლებლობა, რომ თავიდანვე იმ თავითვე წარდგენოდა ეს ბრალდება, რომ ახალი ბრალდების და ახალი ვადის მოთხოვნა აღარ გამხდარა საჭირო. ბატონო დავით, გონი რომ ვადებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით აუცილებლად კითხავთ. ქალბატონო თამარ, საჭიროა თუ არა საქართველოში სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმირება, რაზეც ნაწილობრივ ბატონმა დავითმა ისაუბრა. რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი რომ საჭიროა, ეს მიმდინარეობს კიდეც, მე როგორც ვიცი, სისხლის მატერიალური კოდექსის რეფორმირება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის პროცესშიც პერმანენტულად შედის ცვლილებები. ჩვენ დღეს პრობლემის წინაშე ვდგებართ მაგალითად მოწმის ინსტიტუტის დაკითხვას, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს და არის უამრავი ინსტიტუცია სისხლის სამართლის პროცესში და სისხლის სამართლის კანონმდებლობა დღეს რეფორმირებას, რა თქმა უნდა, საჭიროებს. მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ანუ მიმდინარეობს ამჟამად რა თქმა უნდა რეფორმირება მიმდინარეობს. ვახო, საინტერესოა ხომ არ იკვეთება იგივე ევროპარლამენტარების მიმართვაში, თქვა პოლიტიკური მოტივები. ევროპარლამენტში ჩვეულებრივად პოლიტიკოსები არიან, მათ რა თქმა უნდა აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, მათ ყავთ პოლიტიკური პარტნიორები, შესაძლებელია პოლიტიკური პარტნიორების გამო რაღაც პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბება, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია ყველგან, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ეჭვის უფლება აქვს ყველას. მით უმეტეს, როდესაც ევროპელებისთვის ეს ცოტა ფაქიზი საკითხია, როდესაც არაევროპულ გარემოში ადამიანებს წინასწარ პატიმრობას უსჯიან თეთრი საყელოს პრინციპი მოქმედებს, როდესაც ადამიანი არ არის საშიში საზოგადოებრივად და არ არსებობს ამ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ხელს შეუშლის გამოძიებას, მის წინააღმდეგ გარიყენებენ წინასწარ პატიმრობას. ეს ძალიან მიღებული და ესეთი ძალიან განმტკიცებული ნორმა არის ევროპაში და უკვე როდესაც არის თეთრი საყელოს პრინციპი ირღვევა, რატომ უნდა ირღვევოდეს? თუმცა ხომ გეუბნებით, საქმეში შეიძლება პროკურატურას ჰქონდეს მტკიცებულებები, რატომ გამოიყენეს აღკვეთი ღონისძიება. ჩვენ ამაზე ვერ ვიმსჯელებთ ახლა. საქმეები, ესე იგი, ერთი აი ეს პოლიტიკურად მოტივირებული, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას დღეს ძალიან აწყობს, რომ იყოს ძალიან ესეთი
აჟიტირებული თემა პოლიტპატიმრების, რომ თითქოს პოლიტიკური მოტივაცია არსებობს სისხლის სამართლის წარმოებაში, რათა ისინი მათ რაღაცნაირად მოახერხონ თავის დაცვა, პრევენცია მომავალი საქმეებისგან, მომავალი სავარაუდო საქმეებისგან, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, შეიძლება ასეთი საქმეები არსებობს. კი ბატონო, ქალბატონო თამარ და ბატონო დავით. მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ, როგორც ვთქვათ, პროკურატურაში გაჭიანურებული გამოძიების, ასევე სასამართლოში საქმეების განხილვის უსასრულოდ გაგრძელებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცნობილი ფაქტია და უამრავი შემთხვევა გქონია, როგორ გავზომოთ საინტერესოა გონივრული ვადა და ვთქვათ, რა გზა გრჩება, როცა ეს ვადა თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაწილობრივ არა გონივრულიც კი არის. მოგახსენებთ, რომ გონივრული ვადა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი გონივრულ ვადაში საქმის განხილვა. ეს ვადა, ამ ვადის, ასე ვთქვათ, კონკრეტული ვადის სახით განსაზღვრა არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, არსებობს, რა თქმა უნდა, უამრავი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულ ზღვრებს ადგენენ, მაგრამ ყოველ კონკრეტულ საქმეში. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს გარე ფაქტორები, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმის სირთულე შეიძლება იყოს, თვითონ ბრალდებულის მხრიდან შესაძლებელია, რომ იყოს დარღვევა ის ავად გახდეს, ან მისი ადვოკატი არ ცხადდებოდეს, უამრავი სხვა ფაქტორი არსებობს. ძალიან ცოტად რო გვაქვს. როგორ უნდა გავზომოთ გონივრული ვადა და რა გზა გრჩება ვთქვათ, როცა ეს გონივრული ვადა, როგორც ქალბატონ თამარმა აღნიშნა, განიზომება კონკრეტული შესაძლებლობის მიხედვით, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული შესაძლებლობის მიხედვით. აქ რა თქმა უნდა, გამოძიების პროკურორისგან და მოსამართლისგან დამოუკიდებელი ობიექტური ფაქტორებიც მოქმედებს, მაგალითად იგივე სასამართლოს გადატვირთვის პრობლემა. რამდენად არის გადატვირთული საქმეებით სასამართლო. და მე ვიცი, რომ ძალიან დიდი გადატვირთვა არის სასამართლოებში და ამიტომ მათ უხდებათ, რომ საქმეები, მაგალითად დღეს ერთი საქმე დაწყებული აქვს, პირველი პროცესი რო ჩაატარა, მომდენო პროცესი ინიშნება ერთი თვის მერე, რატომ? იმიტომ რომ ვადებში უნდა ჩაეტიოს, სამსაპატიმრო ვადებში, სხვა ვადებში და იძულებულია ყველა საქმემ ჩანიშნოს და თვითონ დღემდე დაუთმოს ერთი თვის განმავლობაში თვითონ საქმეს. და ეს რა თქმა უნდა ხელს უშლის აი ამ გონივრული ვადების დაცვას. გონივრულ ვადებში რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მოვიაზროთ ყოველ კონკრეტულ ვითარებაში რა შესაძლებლობები არსებობდა სასამართლოსთვის და პროკურატურის გამოძიებისთვის, რომ განხორციელებული იყო, ხომ არ იყო ხელოვნურად გაჭიანურება სხვა საკითხია უკვე. ძალიან დიდი მადლობა. კონკრეტულ შესაძლებლობებზე დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა. და ბოლოს არ უნდა დავივიწყოთ, რომ სახელმწიფოს გაცხადებული კურსი ევროპასთან ინტეგრაცია და ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ისწრაფოს საქმიანობაში ევროპული წესის დამკვიდრებას. გაცრავად. თქვენ უყურებდით 20-30-ს გადაცემის სტუმრები იყვნენ პროფესორი სამართლის დოქტორი დავით სულაქველიძე, სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილი და 20-30-ის წევრი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე. ჩვენ ხვალ ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე დავბრუნდებით. მშვიდ ღამეს გისურვებთ. დროებით.